გამარჯობათ მეგობრებო, ძოძრებო, კარგი ხარ. გამარჯობათ. მეგობრებო და მართლა კაი ხარ. ვინც ამნერ გადაცემს უყურებთ, ყველას მივესალმები, იმიტომ რომ ეს არ არის მარტო გასართობი. თავშესაქცევი კი ეგეთ ისტორიების მოყურა. ეხლა ნახე რა მაგარი ოქროსისამა გვიგვინი. ბატონო და ბრძოლა რა არის, იცი? კი. ბრძოლის მთელი აზრი რა, რომ მოწინააღმდეგე მოატყო. თუ ვინმე რომელიმე ბრძოლა წააგო, რაღაცა შეცდომა დაუშვა. მოწინააღმდეგე მოატყოა და ვინც მოტყუდა იმან დაუშვა შეცდომა. ამიტომ მინდა რომ გავაკეთოთ, ანუ მივყვეთ ამ ჩვენ. სიონის 8 ნომერში ვართ, აი ესეთი ამოდენა იარაღია. შეგიძლიათ მოხვიდეთ, ჩაიცვათ, დაიხუროთ, აი როგორც ბატონ დავითსა, შენ კვერთხი, ბატონო დავით, საბრძოლო. და ესე თოკისაც ჯოხია და ჯაჭვია. ეს ხვანაერია, ეს ხვანაერია. მოკლედ ბრძოლებზე ვილაპარაკოთ და დავიწყოთ სალამინის ბრძოლით. ანუ მთელი კაცობრიობის ისტორია არის სულ ბრძოლები. ბრძოლებს ვინ იწყებდა, ბატონო დავით? ვისაც მიწაუნდა. ბრძოლას იწყებდა მეფეები. აი ხედავ ეს თავზე რომ ეგეთი ოქროს რაღაცა ქონდა. მე ვიძე. ბრძოლას იწყებდა არასოდეს გლეხს, შრომელს, მუშას არ გადაუწყვეტია რომ მოდი ახლა წავიდე და ვიღაცებით დავხოცო. ეხლაც ეგრეა რა, ჯარისკაცი არ აწყვეტავს ბრძოლას. ჯარისკაცის ნებაზე რო იყოს ბრძოლის დაწყება, არასოდეს ომი არ იქნება. ომს იწყებენ ისეთი ტიპები, ვინც თვითონ არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ადრე სულ სხვანაირად იყო საქმე. ანუ რო შეგეგულიანებინა შენიანები, მეფეც მიდიოდა ბრძოლაში. როგორ? მე ხარ ვიღებ მონაწილეობა, შემიძლია? რაში? ომში. მერე? შემიძლია გამოცხადო ომი? შენ ომი როგორ შეგიძლია გამოაცხადო? შენ მარტო წახვიდი საუბრად. მოკლედ ბატონო დავით, აზრებს რომ მოწყვეტი. და მოდი დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი ომით, რომ ძველ დროში წავიდეთ, 480 წელია დარჩენი ქრისტეს დაბადებამდე. ანუ ეს ბრძოლა რომ მოგცა 480 წლის შემდეგ დაიბადა ქრისტე, ანუ ქრისტეს შობამდე მოხდა ეს ომი. ანუ 28 ოქტომბერს. ქრისტეს დაბადებამდე 480 წელს, ხო? ქრისტეს დაბადებამდე 480 წლის წინ. ხო. 28 სექტემბერს. ერთი მეფე იყო, ერქვა ქსერქსე. ქსერქსე. მოკლედ, მაშინ ორი ძალიან დიდი ცივილიზაცია არსებობდა. არსებობდა სპარსული ცივილიზაცია და ბერძნული ცივილიზაცია. ეხლა რო ქვეყნები ეგრე არ იყო, ბატონო დავით, ქვეყნები ქალაქის სახელმწიფოები იყო. აი, მთელი ევროპული კულტურა ელინურ კულტურაზეა დაყრდნობილი. დემოკრატიაც მაგათი სიტყვა ხალხის მმართველობას ანიშნავს. გამიგე? და სპარსეთში იყო მეფე, არანაირი დემოკრატია არსებობდა და იყო მარტო თვითონ. რასაც გადაწყვეტავდა ეგრე უნდა მომხდარიყო. ხო და როცა ადამიანი ეგრე გათავხედება რომ მაგხელა ძალაუფლებას ახსოვს, უეჭველი იწყებს ომს. იმიტომაც არის პრეზიდენტებს რამდენი ხნით ირჩევენ? 4 წლით, მერე არის არჩევნები და მერე კიდე 4 წლით. დიდი ხანი თუ ტიპი დარჩა, სოფლიო 1000-ით. ხო, სოფლიო 1000-ით. თუ დიდი ხანი დარჩა ვიღაცა მმართველობაში, მერე არა, მერე უკვე გიждდება, ფული აღარ უნდა, ადამიანი რამდენ საჭმელ შეჭამს, თქვათ. 5 კილოს, თქვათ. 5 კილოს. ანუ თუ მეც ხო ვერ შეჭამდა, როცა ძალიან ბევრი ფული გადა, ძალიან დიდი ძალაუფლება, მერე უკვე გინდა რომ ომი დაიწყო. ოღონდ განა შენ წახვიდე საუბრად, ვიღაცები გაერეკო საუბრად. ხო? ომი არის ორნაირი, არის უსამართლო და სამართლიანი. სამართლიანია ომი იმ შემთხვევაში თუ თავს დაგესხნენ. უკვე შენთან არ აწყვიტა ომი იყოს თუ არა, თუ თავს დაგესხნენ, შენ ოჯახს და იმას როცა იმუქრებიან, მიდიხარ საუბრად. გინდა არ გინდა, თუ არ წახვარ საუბრად, სახში მოვლენ მოკლავენ. უსამართლო ომი როცა შედიხარ თქვის ქვეყანაში. არ მოკლავ. რომ რაღაცა წაართვა, რაღაცას გამორჩე და ასე შემდეგ. გამიგე? ორივე შემთხვევაში შეიძლება მოკლან, ან მოკლა. მაგრამ ქართველები ცოტანი ვიყავით, ძალიან იშვიათად ვესხმოდით თავს სხვა ქვეყნებს, ამიტომ ჩვენი ომები რო იყოთ, ქართველების იყო ჩვენ როდესმე ძალიან სამართლიანი თითქმის ყოველთვის. ჩვენ როდესმე ვინმესთვის ომი, აი ჩვენ გვინდოდა და ჩვენ მივედით? კი. რომელი? შენ გონი ჩვენ ფრთებ გამოსხმული ანგელ, როგორც კი ძალას ვიზრდობდით,
მეზობელ ქვეყნებს თავს ვესხმოდით. აი სპარსეთი აი იყო რა დავით აღმაშენების დროს ეგეთი ვარიანტები, როზე ჩვენ ხებსაც დავესხით თავს. გამიგე? და თავადები კიდე ერთმანეთში ან კახეთი არა იგი შვედეთ. არა ქონდა მაგის ის რა ქვია, ძალები. ისე ლოკალურად რა კახელები ქართლებს ახოცავდნენ, ქართლები მე ჯავახებს დაესხმოდნენ თავს. მეგრელები იმერლებს, და დახეთქილი იყო საქართველოს დაიშალა. მოკეთ მოდი რა ომზე ვილაპარაკოთ. დიდოსტატის მარჯვენაში. ქვეყნის მოწყობ ხო? ვინ აუნჯაღდა მე გიორგი პირველს ვინ შემახებდა? ასე აქვია, აღარ ხოველები. ხო და ნუ მოკლედ მე მეფე ავიდე, მოკლედ მაღაზიენ უღაგასა მიყვანე. გავაგზელოთ სალამინის ბრძოლაზე ორი დიდი ორი კულტურა, მოდი ესე ვთქვათ, ორი ცივილიზაცია ეჯახება ერთმანეთს. ქსერქსე იყო დარიოსის პირველის ვაჟი. დარიოსმა იცი რა ქნა ქსერქსეს მამამ, ეხლა ვიზეც ნო ვილაპარაკოთ. თავს დაესხა საბერძნეთს. და ერთ ადგილზე ნავები გადააბეს, ხიდი გააკეთეს. და ეს ხიდზე უნდა გადასულიყო ქარიშხალი ამორდეს ხიები დაშალა და ეს ისე გაამწარდა ეს, რა ქვია, დარიოსი რომ ზღვა გააროსგინა მათრახები, ჯართუთხა რომ წემეთო. ზღვა უცემეს. მერე ისევ გადააბეს ეს ნავები, გადავიდნენ საბერძნეთში და მარათონის ბრძოლაში დახვდნენ იქ ბერძნები და დედა უტირეს. წააგეს სპარსელებმა ომი უკან დაბრუნდნენ თავიანთ გემებზე და ყუდამოძუებული წავიდნენ უკან სპარსეთში. მაშინ სპარსეთს დაპყრობილი აქვს ძალიან დიდი ტერიტორიები. ანუ საბერძნეთის გარდა, რაც კი რამე ცივილიზებული სამყარო იყო და ჩინეთის გარდა თითქმის ყველაფერი დაპყრობილი აქვს. საქართველოს, სასონხეთის, საქართველოს ნაწილი, დასავლეთში არ არიან გადასული. მოკლედ, ახლა ისტორიის მასწავლებელი არ ვარ და არც მინდა რომ გული შეგიჭამოთ რა, რომ არიქა და ესე იყო და ისე, თუმცა შეგვიძლია მაგაზეც ვილაპარაკოთ. ეხლა ნახე ბატონო დავით, ამ დარიოს ყავდა შვილი ქსერქსე. ქსერქსე პირველი. ეს ეხლა ნახე, აქ ფული, ქონება, ძალაუფლება, უშველებელი ჯარი და დიდი ბოღმა გულში, რომ მამამისი ბერძნებმა დაამარცხეს და გადაწყვიტა, რომ გადავიდეს საბერძნეთში და საბერძნეთი დაიპყროს. ბერძნული კულტურა მოსპოს. ამიტომ შექმნა ძალიან დიდი ჯარი, უშველებელი ფლოტი. სადღაც 1200 გემამდე მოაგროვა, გადავიდნენ საბერძნეთში და შემოესივნენ ბერძნებს. ბერძნებმა თითქმის ყველა ქალაქ სახელმწიფოს გაუგზავნა წერილი, უთხრა რომ დაგუნებდითო. არ დანებდა, ყველანი დანებდნენ, უთხრეს რომ ბრძოლა არ გვინდა. ბრძოლას ყოველთვის ახასრი ბატონო დავით. მაგრამ ნუ არიან ეგეთი ტიპები, ვინც ბრძოლაზე უარი თქვა, ყველა ერი გადაშენდა და განადგურდა. ორმა ქალაქმა ათენმა და სპარტამ გადაწყვიტეს რომ ეომათ. სახმელეთო ჯარს სათავეში თერმოპილთან ჩაუდგა ლეონიდესი მეფე, სპარტელების მეფე წავიდა 300 კაცი წაიყვანა და მარტო 300-ნი არ იყვნენ. იქ იყვნენ სხვა ბერძნებიც, მაგრამ ეს 300 სპარტანელი წინ იყო. შეერკინენ ამ იმას, რა ქვია, სახმელეთო ომი რომ დაიწყო წარმოება, კინოც არის მაგაზე. გაუგზავნა ამან კაცი, იმან რა ქვია, ქსერქსემ გაუგზავნა და უთხრა რომ დაგუნებდითო. იმათ აიღეს და ჭაში ჩააგდეს ეს მაგათი ვინც ეს წერილი მოიტანა რა. და უთხრესო, ნუ ამით იყო ნიშნავდა რომ ჩვენ ვიბრძვით. ხო და მაგათ ეგეთი წესი ქონდათ ბერძნებს რა, იყო დელფოსში ეგეთი წინასწარმეტყველი, სულ იყვნენ დელფოსში ეგეთი ადგილია საბერძნეთში. გააგზავნეს იმას და უთხრეს რა ვქნათო. ამ წინასწარმეტყველმა უთხრა რომ ბერძნებიო, თქვენ ხის კედლებს მოიფარეთო და გადარჩებითო. ათენელებმა ისე გაიგეს რომ კედლები უნდა გაემაგრებინონ, ხისგან კიდე რაღაცები დაამზადეს, ეს კედლები რო გაამაგრეს და ასე შემდეგ. დაიწყო ბრძოლა, სპარსეთს ძალიან დიდი ჯარი ყავდა, შევიდა ეს თერმოპილის დაანგრია, მეფე ლეონიდესი მოკლეს, 300 სპარტანელი მოკლეს და მიაღწიეს იმამდე, რა ქვია, ათენამდე. ათენის მოსახლეობა მანამდე დასილი იყო, ჯარი, გარნიზონი დარჩენილი იყო, იუმეს წააგეს, ათენი მიწასთან გაასწორეს, ამათ გადაანგრიეს და ბერძნებს ყავდათ ერთი მაგარი კაცი, რომელიც იცახდა რომ გემები ავაშენოთო და გემებითო ვიბრძოლოთო, ანუ ზღვაზეო. და რახან ათენელები იყვნენ და სპარტანელები, სპარტანელებმა უთხრესო დაცინეს, უთხრესო ბერძენიო მიწაზე ომობსო ხმლითო და შუბითო და არანაირი გემითო და ნიჩაბითო და იმითიო, რა ქვია, აფრითო. ეჭკვიანი კაცი იყო, ვინც ეუბნეოდა ეგრე გავაკეთო, გემები მაინც გააკეთეს. ააშენეს დაახლოებით სადაც 400-მდე თუ 500-მდე გემი ააშენეს. ბერძნებმა პირველ შეტაკებაში იმას, რა ქვია, სპარსელების ფლოტთან დამარცხდნენ
და სადაც 200-მდე გემა გაასწრო, წავიდნენ და სალამინის ყურეში შეაფარეს თავი. ეხლა ხმელეთი მოიგეს, მთელი ქალაქები ამ სპარსელებს დაუწნენ, ქსერქსეს, დაუწნენ როგორ, მორჩილება გამოუცხადეს. ათენი განადგურებულია და ქსერქსი არის ჭკუაზია გადამდგარი ტიპი რა, რომ რა ყველაფერი გაანადგურა. მამის შური იძლია, მაგრამ ეს იცის რომ ეს ფლოტი და რაღაცა სადღაც არიან კიდე ესენი გადამარულები. და კიდე სპარტელებმა წამოაყენეს ეგეთი პირობა რომ სამხედრო გემ იმასო რა ქვია თუ კოალიცია ექნებაო ჩვენიო სპარტელების ათენელებისო ჯარის სათავეში სპარტელი უნდა იდგესო. მართლაც დააყენეს სპარტელი სათავეში, რომელიც გაგებაში არისო, საბსიმისი რა ქვია, საზღვაო ბრძოლების გაგებაში არისო და საბედნიეროდ ის კაცი დაუყენეს. მოადგილეთ ვინც მაგრა ერკვეოდა საბრძოლო იმაში რა ქვია, საზღვაო ბრძოლებში. ეხლა ნახეთ რა ხდება. ეჭკუაზია გადამდგარი, მივიდნენ სალამინის ათენიდან ძალიან შორს არ არის სალამინის ყურე. მივიდნენ ქსერქსე წაბძანდა თვითონ დიდი ტახტრევანი თავისი მონები და ასე შემდეგ მიიყვა და ადგილი მოიწყო რომ სალამინის ყურეს გადაყურეს და ნახოს იქ რა მოხდება. და ამ დროს მოხდა ეგეთი რაღაცა. ბერძნებს ის 200 გემი ტრიმერი ქვია რა. ტრი. ინგლისურად სამი როგორ არის? Three. რუსულად არის ტრი. ვიცი. ლათინურადაც ბერძნულადაც მოკლედ სულ მაგედან მოდის. ტრიმერი ის როგორ რაღაცა გემია, რომელსაც სამი გემბანი აქვს. პირველზე, მეორეზე, მესამეზე მენიჩბები ზიან, ზემოდან გემი არის ბრტყელი, აი ესეთი სურათს ამოვანათებ. ზემოდან იყო 30 კაცამდე ის რა ქვია დესანტი. ანუ გემი გემს რომ მიადგებოდ ეს 30 კაცი გადავერბოდა სხვა გემზე. ბრტყელძირიანი იყო, სწრაფმავალი და ადვილად მანევრებადი. წინა ქონდა წვერი და ქონდა რკინისის დაყენებული ტარანი, რომ თქვა რაღაცა გაეხვითა მაგითი. მოკლედ მივიდა დრო, ბრძოლა უნდა დაიწყოს და შესტომის დაშვების დრო მოვიდა. ბერძნებმა გააგზავნეს კაცი ქსერქსესთან. და უთხრა რომ მოვლაპარაკება გვინდაო რა ბერძნებსო. გამიგე? თანო ის ფლოტი რაც იყო, ისინი გაიქცნენო რა. ანუ ყურეში აღარ არიან, ერთი ადგილია მოფარებული, სადაც ეს ბერძნები იდგნენ. და ამან დაუშვა დიდი შეცდომა. დაუჯერა ამას, რომ ის ფლოტი გაქცეული იყო. ფლოტი არის გემების ერთობას. აი ზღვაზე ბევრი გემი ერთად რომ მაგას ქვია ფლოტი. გამიგე? აი როგორც არმია, ოღონდ გემები. ხო. ფლოტილია, კი ბატონო. სულ რამდენი იყო? 5, 6. ისინი იყო გემებზე რამდენი? 6 გემზე ეკიპაჟი. სულ არა, მთლიანად გემი რამდენი იყო? ერთი გემი ხო არ მიდიოდა სამალოთ? არა, აი ხო და მაგას არ ვიძახდი, 600 გემი ყავდა ქსერქსეს, 200 გემი ყავდათ ბერძნებს. გამიგე? სულ 1200 გემი ყავდა მანამდე, მაგრამ ნახევარი სადღაც დარჩა, იმიტომ რომ იმხელა დაპყრობილ ტერიტორიას გაფის უნდოდა, კონტროლი უნდოდა. 600 გემი წამოვიდა 200 გემს ყველა ვარიანტში მოუგებდა. გემი იყო უშველებელი, ანუ ფლოტი წარმოდგენ გემები დგანან, ნიჩვებიანი გემები, ახლო ვერ ადგებიან. როცა დიდი ფლოტია, დიდ ფლოტს უნდა დიდი ადგილი რომ გაიშალოს. რომ ბრძოლა შეძლოს. სალამინის ყური არის ვიწრო. როგორც კი ქსერქსემ ამ ტუტუსმა მეფემ დაიჯერა, რომ ბერძნები გაქცეულები იყვნენ, თავის დროს უბრძანა რომ დაეწიეთო და გაანადგურეთო. არ უნდა და ისე მოგება რა. ეს ოქროს რაღაცა რომ გადგა, ხო? გეკაჩება და ტვინს გიცარიელებს. გადაწყვეტა რომ მე აი რა ბრძოლაში შევიდე და მთელი ამბავი. მოკლედ ფლოტს ადმირალი, გენერლის მაგერ გემზე ადმირალები ყავთ, ადმირალი იყო ამისი ძმა. ქსერქსეს ძმა იყო და ამანაც უთხრა რომ მოდი ეგეთი რამე არ გავაკეთე, ამან უთხრა არ მაინტერესებს, ქსერქსემ დავა. შევიდა, წავიდა ბრძოლა. ანუ ეს ამოდენა ფლოტი. გააგზავნეს რომ ფლოტი გაიქცა. ხო. და იმან დაიჯერა. იმიტომ რომ ყველა წინა პირობა იყო იმისი რომ ბერძნები მართლა გაქცეულიყო, მაგრამ არ გაიქცნენ, დარჩნენ. და ამ ქსერქსემ თავიჯარს უბძანა ფლოტს რომ შეტევაზე გადასულიყო, თვითონ ზის ტახტევაზე უყურებს. ამ გემებმა წავიდნენ, ის იქ პატარა კუნძულივით იყო, 400 კაცი იქ გადასვეს. იმ დავალებით რომ ეს ბერძნები თუ კიდე ვიღაცა დარჩენილი და რომ ჩავძირავთ, ცური თუ ვიღაცა ნაპირზე მოვიდა, ესენი ჩაჩეხეთო. და დანარჩენია დიდი ფლოტი შევიდა სალამინის ყურეში.
სალამინის ყური არის ვიწრო. დახვდნენ ბერძნები. ამათ სპარსელებმა გაშლა ვერ მოასწრეს. ანუ კი ვერ მოასწრეს, პატარა ადგილია, თქვა წინ 20 გემი დგება, მეტი ვეღარ დგება. ანუ მთელი ფლოტი, რასაც ქვია, ბევრი ვარ და თქვენ გაჯობეთ, ვერა. და რამ უპირატესობა დაკარგეს რაოდენობრივი, როცა პატარა ადგილში შევმოთ, ხო ეგრეა? დაიწყო ბრძოლა, ტრიმერები იყო უფრო მსუბუქი და სწრაფები. ამა ტრიმერები დააჯახეს, ტარანი ქვია, როცა გემი გემს ეჯახება, ტრიმერი არის გემის სახეობა. სამწყებად არის ნიშნები და ტრიმერი იმიტომ ერქვა. და დაუწყეს ამას ჩაძირვა, ანუ ეჯახებოდა ტრიმერს. ხო, ჩაიძირებოდა, უკან გამოვიდოდა გემი, კიდე ეჯახებოდა სხვა გემს და ესე შემდეგ. მთელი დღე გაგრძელდა, თან მე წავიდა აბორდაჟზე გადასვა, აბორდაჟია გემიდან გემზე როცა გადარბენა და იწყება. გემზე ზარბაზნები არებდა. არა, უყურე, მაშინ ზარბაზნები არ არსებობს, დენტი არ არსებობს, არ არსებობს ბრინჯაოს ხანა ახალი მორჩენილი. რკინის ხმლები კი აქვთ და ჯავშანი. მაგრამ არ არის შესასვლელი იარაღი. მაგრამ რაღაც ხრიკები კი იყო, შეიძლება გუდრონი მოეკიდებინათ, იქით გადაეგდოთ იმ გემს გადაეგდოთ. ო. მოკლედ, მთელი დღე გაგრძელდა ბრძოლა. საღამოთი ქარი ამოვარდა უკრიდან, ბერძნების მხრიდან. ეს სპარსელები რო აზზე მოვიდნენ, უპირატესობას ვერ იყენებდნენ, გადაწყვიტეს რომ უკან დაეხიათ. უკან დაეხიათ, რომ სალამინის ყურიდან გამოსულიყო და გაშლის ზღვაში გამოსულიყო, მაგრამ ვეღარ მოაღერეს, უკან რემა ხო ერთონ რა ხდებოდა. მაშინ რაცია და რამე არ არსებობდა. უკან ამხელა ფლოტია მომდგარი, წინ ესენი ამ გაჭირვებაში არიან. თან მერე ქარი ამოვარდა, ამათ ცეცხლი მოუკიდეს ბერძნული მიებს, აქვია სპარსული მიებზე გემებს. ქარმა ცეცხლი წაიღო იქით, იმათ აფრებს მოიკიდა, გადაეკიდა გემებს. ესენი შეტევაზე გადავდნენ, ხო და მოკლედ ეს ამოდენად დიდი ფლოტი გაიჭედა ამ პატარა ადგილში და რამის მთლიანად ძალიან ცოტა გემა გამოაღწია იქიდან. სადღაც მონით 100 გემამდე ესე გამოაღწია იმ სალამინის ყური. აი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, იქაური მე ისტორიკოსი წერდა რომ სავსე იყო, ხო ბერძნები სავსე იყო, იმითიო. გომბერი პატარა კუნძულზე 400 კაცი იყო დადევნებული ფლოტი. იმ კუნძულზე რო სპარსელი ისინი დახოცეს. ეს ყველაფერი ქსერსემ თავის თვალთან ნახა. ისტორია გვიმალავს იმას, მიცი საქმე მიუტანა, უკან დაიხია იმას გაათხავეს თუ რა ქონეს არ ვიცი. ალბათ მოკლავდნენ, ის გმირი იყო თავის ქვეყანას თავში წერა. და დამატო ყველაფერი გააფხილა პროფიტა, ხო ბერძნებმა გაიმარჯვეს. და რახან ეგეთი რამე იყო, ქსერქსემ დაბოღმილმა აიღო და საბრინით დატოვა თავის ერთ-ერთი ხედამთავარი დატოვა მას მიხედეო, მე იმანაც იქ ვეღარ გაკაჩა, მე ბერძნები საოკუპაციო ჯარს შეებრძოლნენ, დამარცხდნენ და ბოლო-ბოლო ისევ განიდევდნენ იმიდან რა ქვია, საბერძნეთიდან დაბრუნდნენ ისევ უკან სპარსეთში. მე უფრო დიდი ბრძოლა მოხდება უკვე სპარსეთში, ბერძნები გადავლენ, მაგრამ ეგ მოხდება უკვე მერე. ეხლა რაც მოხდა, რაც მერე მოხდა, მერე ვილაპარაკოთ. ესე დამთავრდა სალამინის ბრძოლა. ერთადერთი ტუტუცური შეცდომის გამო, რომ ტიპმა დაიჯერა, რომ ისინი მართლა გაიცნენ. სინამდვილეში ტყუილზე წამოეგნენ და აი ესეთი ოქროს რაღაცა რო თავზე გადგა, ტვინზე მე ხსუ ვიძახი, რომ ტვინზე გაწובה, რომ გონია რომ ყველაზე მაგარი ტიპი ხარ არის და აი ეგეთი რაღაც მოხდა. ხო, სხვათა შორის ქსერსე ძმაც მაგ ბრძოლაში დაიღუპა. იმიტომ რომ ერთ-ერთ პირველ გემზე იყო და შეაკვდა კიდევაც იმას. სპარსელებმა ისტორიკოსებს ლომებივით იბრძოლესო. განამხტალად მართლა იომეს, მაგრამ ბერძნებს ვერ მოუგეს. თორე ჯერ ბერგის სიმართლე ბერძნების ხარჯზე იყო. ბერძნების უკან იყო მითი ოჯახები. ანუ როცა შენი ოჯახი შენ უკან არის, უფრო გიჟად იბრძვი, იმიტომ რომ უკან დახევის უფლება არ აქვს. და სალამინის ბრძოლაში სპარსელებს დედაუტირეს ბერძნებმა. და ეგრო არ წაეგო, ემას წაეგო ბერძნებს, ხო? ანუ ერთი ტიპის გამო კაცობრიობის ცივილიზაც იქნება სხვანაირი. მე არ ვიცი თან კაი ან ცუდი, უბრალოდ იქნება სხვანაირი. ის არ იქნება რაც იყო. არ დაიბადებოდა ალექსანდრე მაკედონელი და ასე შემდეგ. მოკლედ მეგობრებო, ამით თავი არ ამგონია შეგაწყინეთ, თუ ისტორია გიყვართ ალბათ ბოლომდე უყურეთ, სხვა ბრძოლის ისტორიებსაც. ჩავწერთ მე და რა ბატონი დავითი, კარგად გზავნებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.